ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში თავდაცვის ძალების ყოფილი პოლკოვნიკი გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლაშა ბერიძე გვეყოლება ჩართვით, როგორც ვიცი უკვე ხაზზე არის. მოგესალმებით ბატონო ლაშა. მოგესალმებით, გამარჯობათ. ბატონო ლაშა, ბევრს საუბრობენ ხოლმე იმაზე თუ რა ხდება თავდაცვის ძალებში. მე თვითონაც 5 წელი მსახურობდი თავდაცვის ძალებში. მე ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება თუ როგორი განწყობებია შიგნით. თქვენ დარწმუნებული ვარ ბევრად მაღალ ეშელონებშიც გექნებათ კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც ახლაც მსახურობენ და რაღაც რა განწყობები არის თავდაცვის ძალებში ამ პროცესებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება თუ რა პოზიციაზეა ჯარი, იმიტომ რომ საკმაოდ ჩაკეტილი სისტემა არის, ვიცით, თავდაცვის ძალები და ბევრი ხმა იქიდან არ გამოდის და მე ჩემი პირადი კომუნიკაციით რაც მაქვს ჩემ ყოფილ თანამებრძოლებთან, ვიცი, რომ იქაც გარკვეულწილად არის არაერთგვაროვანი შეხედულებები რაღაცა კონკრეტული ფაქტების მიმართ, მაგრამ ზოგადი განწყობები შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც მხარს უჭერენ ზოგადად იმ პროცესს, უბრალოდ ხმამაღლა ვერ საუბრობენ ამის შესახებ. თქვენ როგორ შეაფასებთ იმას, თუ რა განწყობებია თავდაცვის ძალებში? და როგორ უნდა პოზიციონირდეს? კარგია თქვენ რომ ესეთი გამოცდილება გაგაჩნიათ და ძალიან კარგად იცით რომ კი არის ჯარი ჩაკეტილი ორგანიზაცია, მაგრამ ჯარი იგივე საზოგადოების ნაწილია, ქართული საზოგადოების და განწყობაც შესაბამისად პროცენტულად იგივეა. ანუ ის ინფორმაცია რაც მე მაქვს, აბსოლუტურად 80% პირადი შემადგენლობის არის ნეგატიურად განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ და დღევანდელი პოლიციური რუსული რეჟიმის მხრიდანაც არის ძალიან დიდი უნდობლობა ჯარის მიმართ. მაგალითს გეტყვით, მარტი მაგალითს გეტყვით, როდესაც განიხილებოდა რეჟიმის მიერ რომ რაღაცა ნაწილი თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გამოეყვანათ და დაეხმარებინათ ამ დამრბეველი მოძალადე პოლიციელებისთვის, მათ ეს არ უთქვიათ მთელი პირადი შემადგენლობისთვის, ცდილობდნენ შეერჩიათ ძალიან სანდო ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი იდეოლოგიის გამტარებლები არიან, რუსული რეჟიმის გამტარებლები არიან და ასეთი პრინციპით გარკვეული პირადი შემადგენლობა გადაარჩიეს, რომელიც არის ალბათ 100 კაცი, ესე ვთქვათ, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დაახმარენ ან დაახმარდნენ ამ დამრბეველ პოლიციურ ძალებს, მაგრამ ამასაც გააკეთებდნენ არა თავდაცვის ძალების ეგიდის ქვეშ, არამედ აპირებდნენ, რომ შეგულებაში გაეშვათ თუ რაღაც ესეთი გეგმა არსებობდა, ყოველ შემთხვევაში რაც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ცალკეული ჯარისკაცებს გადაეცვათ პოლიციის ფორმა და ისე ემოქმედათ, მაგრამ ესეც რაც მე მაქვს ინფორმაცია ასეთი რამე არ მომხდარა, არ შესრულებოდა, ანუ უნდობლობა ორივე მხრივ არსებობს და ჯარის შემადგენლობის განწყობა არის ისეთივე როგორც საზოგადოების შეშინილი, ეს თამამად გითხრათ. მაგრამ აქ პრობლემას წარმოადგენს გარკვეული ხელმძღვანელობა თავდაცვის ძალების და მათი პოზიცია, იმიტომ რომ ეს ხალხი თავის დროზე შერჩეულია და დანიშნულია იქ, იმიტომ რომ არიან უკიდურესად ლოიალურები რეჟიმის მიმართ და ფაქტიურად ზოგიერთი მათგანი ღიად მოუწოდებს უკვე რომ რა გვინდა ნატო, რა გვინდა ევროკავშირი და ანუ უჭირავს აშკარად პრორუსული ქართული ოცნების კურსი. ეს არის რეალური განწყობა. მე ვხედავ რომ პრობლემა არის ხელმძღვანელობაში და ძალიან დიდ პრობლემას, რომელზეც ჩვენ ნაკლებად საუბრობთ. არის ის, რომ საქართველოში ეს არ არის ახალი, ამას მარტო ქართულ ოცნებას ვერ დავაბრალებთ. ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი, ბუნებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ის, რომ საქართველოს ყოველთვის იყო პოლიციური სახელმწიფო და ყველა ცხოვრების ყველა ასპექტის კონტროლირებდა პოლიციური სისტემების მიერ, ეს დღეს უკვე ძალიან მძიმედ აისახება და პირველ რიგში მძიმედ აისახება ჯარზე, იმიტომ რომ ჯარი ყოველთვის კონტროლირდებოდა პოლიციური სისტემის მიერ, ხორციელდებოდა არასოდეს არ ხორციელდებოდა დემოკრატიული კონტროლი, თამამად ვიზახი ამას, ყოველთვის ხორციელდება პოლიციური კონტროლი. ამის ძიმეს შედეგს ჩვენ ახლა ვიმკით. თქვენ რომელ წლებში მსახურობდით? მე 2015-დან 2019-მდე მსახურობდი და 19 მაშინ ძალიან კარგად გეცოდინებათ, რასაც გულისხმობ მე პოლიციური. კი, აბსოლუტურად ეს სამხედრო პოლიცია როგორ მუშაობდა იქ კარგად ვიცი. მარტო სამხედრო პოლიციაზე არ არის აქ საუბარი, აქ არის რომ სუსი აკონტროლებს ყველა მნიშვნელოვან დანიშნულებას, ყველა გადაადგილებას, გასაუბრებას და ასე შემდეგ რა. სახელმწიფოს პოლიციური სისტემა ყოველთვის კონტროლის ქვეშ ყავდა სამხედრო
კი, ჩემი აფილიაციები მაშინაც ცხადი იყო, მაშინ როდესაც სისტემაში მსახურობდი და კარგად მესმოდა ხოლმე, მე მეთაური რაზე საუბრობდა ხოლმე, მას შემდეგ რაც მე პატაკი დავწერე უკვე წამოსვლის, ამიტომ ძალიან კარგად მესმის რაზეც საუბრობთ, იმიტომ რომ იქ ძალიან აქტიურად მუშაობს უშიშროების სამსახური თუ ვის რა აფილიაციები აქვს და თქვენ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გითხარით, ეხლა ამის შესახებ მე არ მსმენია და ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი ნიშანია გულისხმობ იმას, რომ შესთავაზეს გარკვეულ ნაწილს პირადი შემოადგენლობის რო ჩართულიყვნენ ამ დარბევების პროცესში და ეს არ გამოვიდა და ეს კიდევ არა დავაკონკრეტებ მე ვერ ვიტყვი რომ შესთავაზეს მე ესეთი ინფორმაცია არ მაქვს ვამბობ რომ განიხილებოდა ვარიანტი და განიხილება დღესაც განიხილება დღეს ხო იმიტომ რომ მაგაზე ძალიან ბევრს საუბრობენ განსაკუთრებით ხშირად მე არ მიყვარს ხოლმე ეს შედარება მაგრამ ხშირად ადარებენ ხოლმე ამ პროცესებს ჩვენ რაც ახლა გვაქვს ბელორუსის პროცესი იმიტომ რომ პროპაგანდაც მათი ნარატივებიც მათი გზავნილებიც თითქმის გადმოკოპირებული აქვს ბელორუსში მიმდინარე პროცესებიდან და იქ ყოველთვის საუბრობენ იმაზე რომ ლუკაშენკოს რეჟიმს განსხვავებით საქართველოს ბიზინა ივანიშვილის რეჟიმისგან ძალიან კარგად ყავს ორგანიზებული საკუთარი ჯარი და საჭიროების შემთხვევაში მათ ხალხის წინამდე გამოყვანის შესაძლებლობა აქვს. ჩვენთან ეს კონტექსტი არ არსებობს, იმიტომ რომ ქართული ჯარი, პირადი შემადგენლობა ქართული ხალხის წინამდე არ გამოვა და მე ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი და განსხვავება ამ ორ ანალოგიას შორის. მე გიდასტურებთ, რომ ქართული ჯარი როგორც ერთიანი სტრუქტურა ალბათ ამ მომოცანას არ შეასრულებს, მაგრამ აქ არის სხვა რისკები, გაცილებით რისკები და რისკები არის ქართული ჯარის სამეთაურო რგოლის მოქმედებაში, ანუ როდემდე დააკვირდებიან ისინი ამ არაკონსტიტუციურ ქცევას და ამ დანაშაულს ქვეყნის წინააღმდეგ და როდემდე მოითმენენ, რომ მტერი უკვე არის რუსთაველზე, მტერი უკვე ყავს ხელისუფლებაში, მტერი უკვე გუშავენ პრეზიდენტად, ხო? როდემდე უნდა უყურონ ამას ესე გულგრილად, ამაზეა საუბარი თორე. ის რომ ჯარი არ იმოქმედებს, მეც ამის აბსოლუტურად იმედს ვიტოვებ და კიდევ ვიზახი უნდობლობა რეჟიმის მხრიდანაც ძალიან დიდია, ალბათ ეს არ არის რესურსი, რომელსაც რეჟიმი შეეცდება გამოიყენოს. გარდა ცალკეული თავიანთი ლოიალისტებისა, რომლებზეც შეიძლება რაღაც აქცენტი გააკეთოს. ბატონო, საინტერესოა თქვენი შეფასება იმ პირობებში, როდესაც რეჟიმი არალეგიტიმურია, გასაგებია სამეთაურო რგოლის ნაწილი, აბსოლუტურად გეთანხმებით მაგ ნაწილში, თუ როგორ არის ის დაკომპლექტებული და რა აფილიაციები აქვს და პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ აი ზოგადად რო ვისაუბროთ ფორმიან ადამიანებზე, როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ ვითარებაში ფორმიანმა ადამიანებმა, როდესაც ხელისუფლება არალეგიტიმურია და ზოგადად თქვენი დაკვირვება საინტერესოა ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში როგორი განვითარება ექნება. ისი რა ძალიან ექსტრაორდინარული სიტუაციაა, როგორ უნდა იმოქმედონ. თქვენ ბელორუსიასაც კი რო ახსენებთ და ლუკაშენკოს არჩევნებსაც კი რო ახსენებთ, ხო? თუ არ ჩავთვლით, რომ არჩევნები გაყალბდა, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვეულებრივი ბელარუსებისთვის ეს კიდე ბევრისთვის სადაო საკითხი იყო, ხო? ბელარუსია სადაც საბჭოთა კავშირი არ დამთავრებულა, სხვა ცნობიერება, სხვა რაღაცა, ხო? იქაც კი ბელარუსის სამხედროებისთვის ნათელი იყო, რომ ისინი ასრულებდნენ თავისი მთავარსარდლის პრეზიდენტის ამოცანას და ბელარუსული კანონებით, ავტოკრატული კანონებით მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში. ქართული რეალობა აქედანაც ძალიან განსხვავდება, იმიტომ რომ ფაქტიურად ტექნიკურათაც და პოლიტიკურათაც ქართულ ოცნებამ რამდენჯერმე დაარღვია უკვე კონსტიტუცია, ხო? ბელარუსისგან განსხვავებით მარტო არჩევნებზე არ არის აქ საუბარი, ხო? მარტო არჩევნების გაყალბებაზე არ გვაქვს ჩვენ საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი ფუნდამენტურ ცვლილებაზე, როდესაც ჩვენ ვიყავით ევროკავშირის, ნატოს ასპირანტის წევრი და აქედან მივდივართ რაღაცა პოსტ საბჭოთა პოსტ რუსულ რაღაც გაუგებარ რეალობაში და საერთოდ შევდებით ჩვენ მიზნებს, ანუ რუსეთის ქვეშ მივდივართ. მესამე ბელარუსისთვის რუსეთი მტერი არასოდეს არ ყოფილა, არაფერი არ დაუშავებია ბელარუსებისთვის რუსებს, ხო? არასდროს არ დაუხოცია ბელარუსები მით ტერიტორია არ უყვევი, ჩვენთვის მტერია ეს დედაატირებული, ხო? ჩვენ მეხსიერებაში დახოცა ქართველი ჯარისკაცები ოკუპირება გაუკეთა დამატებით ქართულ ტერიტორიას და დღეს აგრძელებს. აქ ფუნდამენტურად სხვა დილემის წინაშე დგას ქართველი სამხედრო დღეს ვიდრე იდგა ბელარუსის სამხედრო. მე ვფიქრობ რა. ამის შედარებაც კი არ შეიძლება. მაგით არ მიყვარს ეგ შედარება, მაგით დავიწყე რომ ცუდი შედარება, მაგრამ ხშირად ადარებენ ხოლმე იმ მეთოდოლოგიის გამო თუ როგორ იქცევა ხელისუფლება.
გავიგე და ჩვენ შემთხვევას ალბათ ვერავის ვერ შეადარებ, ჩვენ უკვე აშკარად ვერც უკრაინის 2014 წლის მოვლენებს ვერ შეადარებს სწორედ პოლიტიკურ არჩევანს ვიძახი, რომლის წინაშე დღეს სამხედროები დგანა, ხო? დღეს საქართველოს, რომელიც არის ყველაზე ბრწყინვალე კანდიდატი, ყველაზე კარგი დასავლეთის მოკავშირე რეგიონში, ყველაზე კარგი შანსის მქონე, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების, ასე პერსპექტივაში ნატოში, ყველაზე დიდი დამხმარებების მიღები და პროგრესის განმახორციელებელი, ფაქტიურად ამ დემოკრატიის გზაზე მიმავალი ქვეყნიდან, რომელსაც უნდა ჰქონდეს ვარდება რუსეთის კლანჭებში, რუსეთში. აქ მარტო არჩევნების გაყალბებაზე არა ვარ საუბარი. რაც ბელარუსის შემთხვევაში ქონდა, აქ მარტო კონსტიტუციის იგნორირებაზე არა ვაქვს საუბარი. აქ მთელი კომპლექსია, რაც დღეს ხდება მოვლენების, რაც ერთიანად ხდება სახელმწიფოს და ქვეყნის ღალატი, ხო და. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს არჩევანის გაკეთება, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში. მე ვერავის ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ ახლა. ყველამ თავის სინდისთან უნდა გააკეთოს არჩევანი, მაგრამ ეს გარდაუვალია. ბატონო, აი ბოლო მაინც ეს ბოლო კითხვა მექნება ალბათ ამ საინტერესო თქვენ საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდით თავდაცვის ძალებში და საუბრობთ ახლა რაღაც გარკვეულ სამეთაურო რგოლზე, რომელმაც შეიძლება უკვე რაღაც დროს მიიღოს გადაწყვეტილება და ხმამაღლა ისაუბროს ამ პროცესებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და პოზიცია უნდა დააფიქსირონ. აი თქვენ რო ყოფილიყავით სიტყვაზე ვამბობ იგივე პოზიციაზე, რა პოზიციაზეც მსახურობდით, როგორ მოიქცეოდით და თუ შეიძლება ვინმე თუ გვიყურებს ახლა შეიძლება მაგალითი იყოს იმისთვის თუ რას უნდა აკეთებდეს ახლა მაღალი რანგის ოფიცერი მაშინ როდესაც თავდაცვის ძალებში მსახურობს. მოდი გულახდილები ვიყოთ, ძალიან ძნელი სათქმელია ერთი ადამიანისთვის როგორ მოიქცეოდა, მაგრამ მე მაინც შევეცდები ვთქვა. პირველი, რაც მე მინდა და ჩვენ ყველას მინდა რომ ვისურვოთ, როგორც მინიმუმ ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ უკვე. უნდა შეკრიფილიყო თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა, მაგრამ კიდევ ვიძახი პოლიციური კონტროლის ქვეშ და მათი ნებართვის გარეშე ნაბიჯს ვერ დგავენ, ეს არის პრობლემა და უნდა როგორც მინიმუმ გაეკეთებინათ განცხადება, რომ ის პროცესი, რაც მიმდინარეობს დღეს რუსთაველზე, რაც ხდება საქართველოში, არის კაცრად პოლიტიკური პროცესი, თუნდაც ეს უნდა გაეკეთებინათ. მე არ ვეთანხმები, მაგრამ ხო, ჩვენ ვართ თავდაცვის ძალები, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა და ჩვენ არ ჩავერევით ამ პროცესში, ანუ არ მივიღებთ არანაირ ძალადობაში მონაწილეობას მოსახლეობის წინააღმდეგ. ანუ სპეკულაციის სივრცეს არ დატოვებდით იმ ადამიანებისთვის, რომ თავდაცვის ძალები ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში რომელიმე მხარეს. ხო, და მე აუცილებლად ვისურვებდი, რომ ყველას მოუწოდებდი, რომ გავაკეთებთ ერთიან განცხადებას, რომ ჩვენ რჩებით საქართველოს ევროინტეგრაციის დასავლური კურსის და ყველაფრის ერთგული, როგორც სტრუქტურა, როგორც ორგანიზაცია, ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ ამის ნებართვას არ აძლევს რეჟიმი და თვითონ ამის გამბედაობა არ ყოფილა, ხო? ხო, აუცილებლად მოვემზადებოდი ფართო ესკალაციის. მეორე შიში, რითიც რეჟიმი აშინებს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის რომ ის შემოიყვანს რუს ჯარს. ხო, არის ესეთი შიშები მოგისმენია. კი, ბევრი ჯარსმენია მეც, ხო და ბევრი გისმენია. ჩემი აზრით ვერ შემოიყვანს, მაგრამ მე ასევე გავაკეთებდი ღიად განცხადებას, რომ ასეთი ესკალაციის შემთხვევაში თავდაცვის ძალები მოქმედებ და შევაკავებთ ნებისმიერ რუსული ჯარის შემოსვლას და აგრესიას და არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით ამის მატარებელი და ამის მორთმენი და ამის გვერდზე. ხო, ამიტომ ბევრი როგორც მინიმუმ მე ამას გავაკეთებდი, ხო. რომ მითხართ ხარ რომ თქვენ იყოთ თავდაცვის ძალების სარდალი, რას გააკეთებდი, რას გავაკეთებდი და თუ კიდე დავინახავდი პოლიციის ასეთ პრორუსულ ძალადობრივ მოქმედებას, გამოვიყვანდი ჩემ ჯარს და ჩავაყენებდი მშვიდობიანად მოსახლეობას და ასეთ მოძალადე პოლიციელებს შორის, როდესაც პოლიცია არავინ არ ასრულებს თავის ფუნქციას, იმიტომ რომ სამშობლოს დაცვა ჩემო კარგო არ ნიშნავს მარტო მიწის და რაღაც ტერიტორიის დაცვა, სამშობლო პირველ რიგში არის ჩვენი მოსახლეობა საქართველოს, თუ იმას არ იცავ, ვის იცავ? განსაკუთრებით ეროვნულ გვარდიაზე როცა ვსაუბრობთ, მითი ამოცანაც საკუთარი ხალხის დაცვა არის, რომელიც თბილისის ქუჩებში უკანონობას ემსხვერპლ. გავიგეთ, ანუ თავდაცვის ძალები ძალიან რთულია რაღაცა, შეუძლია ბევრი რამის გაკეთება და არა ასე წყლის ჩაგუბება და ყურება რა. მე მართლა მოუწოდებ მას, როგორც წესი ეს განმარტება მაინც გააკეთონ, რომ რუსეთს შემოიყვანა ვინმემ. ჩვენ არ ვფიქრობთ, თუნდაც ამას ვერ იტყვიან, რომ ჩვენი ხელისუფლება შემოიყვანს. გავიგე, ჩვენ ვიმოქმედებთ, მას შევაკავებთ. გავიგე. ამის განცხადებაც შეუძლიათ, რომ ჩვენ არ ჩავერევით და არც
თავდაცვის ძალების მოსამსახურე არც ერთ პირობებში არ გაერევა ამ პოლიციურ დარბევებში და ამაში ეს არ არის ჩვენი ფუნქცია და ამას გვიგზავნოს ან ამის განმარტებას მაინც გავაკეთებდი რომ მაგრამ ამის განმარტებას ვერ გააკეთებენ რომ რეჟიმს უნდა რომ მოსახლეობა ყავდეს მუდმივი ტერორის ქვეშ და ამისთვის მაინც იყენებს ამ ხალხს. ხო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, როდესაც სამხედრო პირი განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის მქონე წარსულში აკეთებს გავს განმარტებას და მე ვფიქრობ, რომ იქ ადამიანების უმრავლესობა, როგორც თქვენ ახსენეთ, მინიმუმ 80% მაინც არის იმაზე, რომ ქვეყნის განვითარების გზა არის მხოლოდ ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დარწმუნებული იქ უმრავლესობა რუსეთს აღიქواس მტრად. აზრზე ყოფნა კომფორტია, გასაგებია, მაგრამ კარგად უნდა გავიხედოთ, რომ ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება რა. და ყველას მოგვიწევს თუ არ შეცვალა კურსი დღევანდელმა არალეგიტიმურ ხელისუფლებამ არ დანიშნა არჩევნები, ყველას მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. ეს არ იქნება ადვილი არჩევანი. კი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ, მადლობა ჩართვისთვის, დაგემშვიდობებით. ჩვენ ხანმოკლე ძალიან საინტერესო იყო ბატონ ლაშასთან საუბარი, იმიტომ რომ მეც ვარ იმ ადამიანთა შორის, რომელსაც ძალიან ხშირად ეკითხებიან ამ საფრთხეებზე, რომელსაც ახლა ბატონ ლაშასთან ერთად ვისაუბრეთ და კარგი იქნებოდა მართლაც რაიმეტების განცხადება გაევრცელებინათ გენშტაბს იმ ადამიანებს, რომელსაც ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს, მათ შორის მოსახლეობაში არსებობს აზრები, რომ რაღაც შეიძლება ჯარმა ქართული ოცნების მხარე დაიჭეროს და ასე. ეს ასე არ არის, იმიტომ რომ იქ მომსახურე ადამიანების უდიდესი უმრავლესობა არის პროევროპულად განწყობილი ჩემი პირადი შეხედულებით და კონტაქტებითაც და ბევრი სხვა ადამიანების კონტაქტებითაც, რომლებიც ახლა იქ არიან და მსახურობენ, ისინი სამწუხაროდ იმ პოლიციური რეჟიმის გამო, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არის, ხმას ვერ იმაღლებენ, ვერ საუბრობენ ამაზე ღიად, მაგრამ ჩემი აზრით დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი რაღაც მხარეს არ დაიჭერენ და ქართული ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ, თუმცა როგორც ბატონ ლაშა თქვა, მოვა დრო, როდესაც ხმა უნდა აიმაღლონ, იმიტომ რომ რაღაცები უკვე ძალიან შავ-თეთრი და კონტრასტული ხდება. ჩვენ ახლა ხანმოკლე რეკლამაზე გავავთ და რეკლამის შემდეგ დათა ხარაიშვილთან და ალექს ჩეღუნაძეს ერთად დავუბრუნდებით, რომლებიც ასე ვთქვათ, გაიარეს ეს პროცესი საკუთარ თავში ხდება და მოხდა მათ მიმართ ძალადობა, თუ დაგვალოდეთ.